მოდის ტენდენციების მოკარნახეებს სადღესასწაულო განწყობას არა მარტო ახალი წლის მოახლოვება უქმნით. თბილისელი დიზაინერებისთვის კვირის დასასრულს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იწყება. თბილისი Fashion Week გაზაფხულის კოლექციებით 3 დღე და უამრავ დიზაინერთან ერთად გასტანს. ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების გამო თბილისის მოდის კვირაულის დიზაინერთა სიაშიც გადანაცვლებებია. და ის გვარები, რომლებიც აქამდე ძირითადად უკვე აღარ არსებულ Georgian Fashion Week-ზე გვესმოდა, ამჯერად Holiday Inn-ში გამოჩნდებიან ჩვენებებზე. ცვლილებები არის, იმიტომ რომ თვითონ ეს მოდის კვირაულის ესე ვთქვათ რაღაც force majeure-ში დაიგეგმა და პრინციპში ყველა რაღაც ეს გიჟურ გრაფიკში ვართ. სამწუხაროდ თან უნდა იყოს ჩვენება ამოვარდა გარკვეული მიზეზების გამო და ძალიან გული გვწყდება ჩვენ ორგანიზატორებს. დაემატა დათუნე სულიკაშვილის ჩვენება, დაემატა ლაკო ბუკიას ჩვენება, თეო გარდაფხაძის ჩვენება, ასე რომ პრინციპში ბოლო მომენტამდე კიდე რამოდენიმეჯერ მოგვიწია პროგრამის ესე ვთქვათ შეცვლა. გაცხარებულ სამზადისში რამოდენიმე დიზაინერის ატელიეები დავლაშქრეთ. პირველს ქეთი ჩხიკვაძეს უკვე ახალ ატელიეში მოსაშვილის 7 ნომერში ვეწვიეთ. ყოველთვის მინდოდა მქონოდა მაღაზია, ბუტიკი, თავისი ატელიეთი და ძირითადი აქცენტი არის აქ იმაზე, რომ ეს იყოს გამზადებული კოლექციები. როდესაც კლიენტი მოვა, არჩიოს უკვე აქ რაც არის. კიდე ერთი ახალი სიახლეა, ანუ შოურუმი თვითონ პარიზში ტრენოი, რასაც ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე, არის წელიწადში 2-ჯერ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაამატეს მესამეჯერაც, ამიტომ გავრისკეთ, მე დავთანდილ, იმიტომ რომ ერთად ვართ ხოლმე ბოლო პერიოდი ამ შოურუმში და მივდივართ იანვარში. Chanel-ის არიყოს ქეთის კოსტიუმებშიც ხშირად შავი ფერი დომინირებს. ამჯერად დიზაინერის კოლექცია პირიქით ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. გარდამავალი კოსტიუმები ფერების მიხედვით იცვლება. ქეთის საკუთარ ჩვენებებზე თავად გამოსვლას ჩვევია ხოლმე. არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. დავეწყვეტეთ პრინტების თემა გაგვემეორებინა უბრალოდ, რადგან გაზაფხულის სეზონი იყო, გადავწყვეტეთ თეთრი მასალა გამოგვეყენები. შიფონიც არის, ჟორჟეტიც არის, ორგანზაც არის სხვადასხვა პრინტები, არის ლაქობრივი პრინტები, მაგალითად ესეთი მაზოკების მსგავსი, არის კოპლების თემაც. მაგრამ ასევე დავამატე შავი ნაწილიც, რომ ძალიან მოსაბეზრებელი არ იყოს თვითონ ჩვენების პერიოდში. სავარაუდოდ ქეთის ჩიტების პრინტებიანი კოლექციები თბილისში კარგი გაგებით მალე გაპავსავდება. მანამდე კი მოდის კვირაულის დიზაინერებს დავუბრუნდეთ და აკან ანიტაშვილის ატელიეში შევიხედოთ. აქ სამზადისი გაცილებით მშვიდად მიდის. აკას კოლექციას აგერ უკვე 1 თვეა დასრულებული სახე აქვს. თბილისი Fashion Week-ისთვის დავამზადე, ანუ ველოდებოდი ძალიან გვიან გავიგეთ პასუხი, მე უკვე მქონდა კოლექცია მზად, იქიდან გამომდინარე რომ მაღაზიას ხსნი და აი მაინც მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ წინასწარ გამეკეთებინა, თუ ვთქვათ არ იქნებოდა ჩვენება, მე ჩემ მაღაზიაში რამე ივენტს გავაკეთებდი. სტილი რო გითხრა, მაინც ვფიქრობ, რომ არა მაქვს შეცვლილი, მაინც ძველებური ქალები არიან, ანუ წარმოდგენილი, ოღონდ უფრო უკან გადავედით 18 საუკუნის მოტივებზე მაქვს გაკეთებული, ეს ფახრამებიც და ყველაფერი მაქედან მოდის. ბევრი მარგალიტი მაქვს უფრო მეტი დამატებული ვიდრე წინა კოლექციებში და პასტელური ფერებით შეცვლილი არ მაქვს. იქ სადაც თვლებში მოქცეული პრინტები და ესპადრელებია, აკას გარდა სახელი არ ჟღერს. დიზაინერის სავიზიტო ბარათად ქცეული ლუკი, რომელიც აკამჯერ კიდევ 2 წლის წინ შემოგთავაზა, დღემდე აქტუალურია. პრინტიანი მაიკები, ეხლა არ გავაკეთე შეგნებულად, იმიტომ რომ იყო რაღაც ისეთი, რომ აი მე კიდე და მაგრამ დღემდე არ არსებობს ისეთი დღე, რომ გავიდეს პრინტიანი მაიკის გარეშე, შეკვეთას აუცილებლად ვიღებთ ამ ყიდით. აი არ არსებობს და ტაპკებიც რა თქმა უნდა, ეს ორი არის, რაც ჩემი რაღაცა ის შექმნა. აკას 80-იანების ქალი სულ ცოტა ხანში ადგილს შეიცვლის. დიზაინერი ახალ ატელიეს ისევ ფალიაშვილს ახსნის, თუმცა ამაზე მოგვიანებით. აკასგან პირდაპირ ჭავჭავაძეზე ნინო ბაბუხადიასთან გავეშურეთ. დიზაინერი, რომლისთვისაც თბილისი Fashion Week კარიერული ტრამპლინი იქნება, მოდის კვირაულზე პირველად გამოდის. ეს არის ჩემი პირველი ჩვენება, მარტო თბილისი Fashion Week-ზე კი არა, ზოგადად არ მქონია. რაც ატელიე გავხსენი მე ჩემი არის 8 თვე. ამ 8 თვის განმავლობაში, როგორც ესეთი მოდის კვირაულში არსად მონაწილეობა არ მიმიღია, ესეთი დიდი გრანდიოზული ჩვენება არაფერი არ მქონია, უბრალოდ ვაკეთებდით, რა გადაღებები მქონდა რამოდენიმე ფოტო სესია. ფაქტია,
ფაქტია, რომ მბრუნავი მოდა ამჯერად 60-80-იან წლებს შორის ტრიალებს. ნინოს პირველი სერიოზული ჩვენების მთავარი გმირიც წარსულიდან გადმოსული, თუმცა თანამედროვე ელემენტებით შემკული ქალი იქნება. დისკურეული დაემთხვა წინა სახელმწიფო პერიოდს და ამიტომ გადავწყვიტე რომ უფრო სახელმწიფო განხრით დავსულიყო. ჩემი კოლექცია უფრო არის 60-იანი წლების. ძალიან ზოიმოდური რო არ ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაკიაჟი და თვითონ ვერცხნილობა არის უფრო გათანამედროვებული. თვითონ ამ კოლექციაში არის უფრო თანამედროვე ხაზები. იმას რომ მხოლოდ ერთი კვირაულიღა შემოგრჩა, ერთი დადებითი მხარე ნამდვილად აქვს. მავანი და მავანი მონაწილეობას სწორედ ამ უკანასკნელზე იღებენ. ქართულ მომხმარებელს კი კიდევ უფრო ფართო არჩევანი ერთად თავმოყრილი დახვდება ჰოლიდეინში. Fashion Week-ი პარასკევს 14 დეკემბერს სასტუმროში გაიხსნება. ჩვენ კი წიგნაკებს კრიტიკული ჩანიშვნებისთვის მოვამზადებთ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ კვირაულის დასასრულს ეს უკანასკნელები ისევ ცარიელი იქნება.